ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განხორციელებული ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებს ინოვაციური პროექტის იდეის წარმოდგენით შემდეგ სფეროებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერთექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი და სხვა და რობოტექნიკა. პროექტებს შეაფასებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური. შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო გუნდი. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, რომელიც ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იმართება. მეორე და მესამე ადგილზე გუნდები კი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო STEM პროექტებში საზაფხულო სკოლებსა და პროგრამებში. ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. კონკურსს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერტი ბანკი. კონკურსს მხარს უჭერს მრავალი ორგანიზაცია და პარტნიორი. დღეისათვის კონკურსში 3500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამარჯვებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას და მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. დიდი მადლობა კონკურსის ყველა პარტნიორს ამ 10 წლის მანძილზე მხარდაჭერისთვის, წარმატებები კონკურსის ფინალისტებს და მომავალ მონაწილეებს.